რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დაანონსებული თემა გაუქმებული რეგულაციები და დაზარალებული ბიზნესი, როდის მოაწესრიგებს დედაქალაქის მთავრობა გარე ვაჭრობის საკითხს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხეილ ჯახუა არის ჩვენთან სტუმრად. მიშა, მადლობა მოგზაურობთ. სანამ უშუალოდ კითხვას დაგისვამთ, მე მაინც მინდა წავიკითხო ეს ფრაზა 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციები, რასაც გულისხმობდა კანონმდებლობა. გვაქვს ახალი რეგულაციები, თუმცა რამდენად საკმარისი არის ის, რაც ეხლა გვაქვს დღეს და რა ვაკუუმს ქმნის კანონმდებლობაში? კი ბატონო, ის დადგენილება, რომელიც თქვენ ახსენეთ 2014 წლის 30 დეკემბრის, ფორმალურად ეხება გარე ვაჭრობის რეგულირებას, მას ასეც ქვია გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დადგენილება და ამ დადგენილება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გააუხმა წინა დადგენილება 2006 წელს მიღებული. თუმცა აღნიშნული დადგენილება არის ძალიან ზოგადი ხასიათის, ის არის მხოლოდ განსაზღვრელს თუ რა ითვლება გარე ვაჭრობად, სად საქმიანობა და ასევე იძლევა ერთგვარ დაპირებას, პროგნოზს იმის შესახებ, რომ მარეგულირებელი აქტები თუ სად შეიძლება გარე ვაჭრობა, როგორ უნდა მოხდეს გარე ვაჭრობაზე, ესე ვთქვათ, თანხმობის მიღება და მოპოვება ამ უფლების, ამის შესახებ შემდგომში უნდა მოხდეს გარკვეული რეგულაციების მიღება. დღეს რეალურად არ ხდება და ძალიან ბევრი ბიზნესი, ვთქვათ, იგივე 10-საც კონდა სიუჟეტში, ამის გამო ზარალდება. იყო თუ არა კონკრეტული მომართვა თუ ბიზნესმენები, რომლებიც დაჯარიმდნენ ან ვერ საქმიანობენ, მიხეილ, შეგიძლია მაგალითები? იყო რამოდენიმე მომართვა, სწორედ იმ პრობლემატური საკითხის გამო, რაზეც მე მქონდა საუბარი, რომ არ არის მიღებული სამწუხაროდ 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე რაიმე აქტი, რომელთაც ამ უფლების მოპოვება არის შესაძლებელი. ჩვენ მოგმართა რამოდენიმე მცირე მეწარმემ, რომელთაც სურდათ ლეგალური საქმიანობა და ამისთვის გარკვეული უფლებამოსილების მოპოვება. ჩვენი რჩევის შესაბამისად მათ მიმართეს ქალაქ თბილისის მერიას და თხოვნით, რომ მოეპოვებინათ ასეთი უფლება. ქალაქ თბილისის მერიამ განუმარტა მათ, რომ თუ კი ისინი იმოქმედებენ ამ დადგენილების შესაბამისად და ანუ დაიცავდნენ აქ დადგენილ წესებს, კერძოდ იმას, რომ არ შეაფერხებდნენ ავტომობილის მოძრაობას, არ შეაფერხებდნენ ქვეითთა მოძრაობას, დაიცავდნენ სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს და არ დაამახინჯებდნენ იერსახეს, მათ შეეძლოთ განახორციელებინა. ანუ თქვათ ლიცენზიის დოკუმენტის გარეშე მთავარი დაეცვათ ეს. ანუ მათი წერილის შესაბამისად მათ ნებართვა არ ესაჭიროებოდა. თუმცა რეალურად არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა არის პასუხისმგებლობის საფუძველი. ანუ წინააღმდეგობაში მოდის რეალურად ეს გადაწყვეტილება და კანონმდებლობა. ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის და სწორედ ანუ არსებობს ვაკუუმური მდგომარეობა, რომ შენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მოგეთხოვება ნებართვის არსებობა, თუმცა ნებართვის მიღების პროცედურა არ არის გაწერილი. ანუ შენ რაც არ უნდა ეცადო, ამგვარ ნებართვას ვერ მიიღებ. სამწუხაროდ ამის გამო არასწორი პრაქტიკა დაამკვიდრა თუნდაც საპატრულო პოლიციამ, რომლის მიერაც ვინაიდან ვერ ხდება იმაზე მოდაება, რატომ არ გაქვს ნებართვა, ხდება ასევე პრობლემატური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება და იქ დარჩენილი ერთი ნორმის გამოყენება, რომლითაც ნებისმიერი მოვაჭრის, თუნდაც ნებართვა ქონდეს, არ ქონდეს, ნებისმიერი გარე მოვაჭრის დაჯარიმება არის შესაძლებელი. რაც არის თუ ქონიათ კონკრეტული შემთხვევა სასამართლოში. დიახ, ჩვენ ქონდა, ჩვენ წარმოადგენდით ერთ-ერთ მცირე მეწარმეს და ვცდილობდით, რომ დაგვემკვიდრებინა ერთგვარი პრაქტიკა, რომ ამგვარი ესე ვთქვათ განვითარება არ მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ სასამართლოაც გაიზიარა საპატრულო პოლიციის მანკიერი პრაქტიკა და იმ აბსურდული მიზეზით, რომ რატომ არა გაქვთ ნებართვა, რომლის მიღების შესაძლებლობაც არ ქონდა მეწარმეს, ამის გამო ძალაში დატოვა ჯარიმა. რაც რა თქმა უნდა ჩაკეტილ წრეს ქმნის, ანუ ერთის მხრივ თქვენ ვერ იღებთ ნებართვას, გინდათ ლეგალური საქმიანობა, მეორეს გამოვალი მდგომარეობა. მერიასთან თუ გქონდა თქვათ რაღაც კომუნიკაცია ამ სახის, რომ პრობლემა, რომელიც დღეს რეალურად დგას, რაღაცად მოგვარდეს, გაიწეროს თქვათ პროცედურები, აუქციონები ტარდებოდა ადრე, იყო რაღაც პროცედურები, რის შემდეგაც თქვათ იგივე არის რამდენიმე ობიექტი გარე ვაჭრობის, რომელსაც აქვს ნებართვა და დღესაც ფუნქციონირებს. ჩვენ ქონდა კომუნიკაცია 1 მარტში, ანუ ზემოხსენებული მეწარმის ესე ვთქვათ ინტერესების დაცვის კუთხით, სადაც განგვემართა, რომ არ იყო საჭირო ნებართვა, თუმცა შემდგომი კომუნიკაცია ქონდა დაახლოებით 1 თვის წინ, როდესაც მერიამ განგვიმართა, რომ ამ საკითხის მარეგულირებული აქტები არ აქვთ და ახორციელებენ მუშაობას. თუმცა სამწუხაროდ ამ მუშაობის პროცესში ის მეწარმეები, ვინც საქმიანობდნენ, გაჩერდნენ, გარდა
გარდა ამისა, ახალი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობაც არ არის. რაც კომუნიკაციის პრობლემატური არ არის. საკმარისი არ არის და მუშაობაც რეალურად არის ჯერ ერთი დაგვიანებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი წყვეტა არის ამ რეგულაციებს შორის და პლუს ამას დღეს რო არ არის, ეს უკვე პრობლემას ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეწარმეებს. ბიჭო, ეს ეხება როგორც მე მახსოვს, ანუ ქათა მიიყიდება რეალურად კიოსკებში, ჯიხურებში, კონკრეტული პრობლემა მანქანები არის რამოდენიმე პრობლემა, ანუ ჩვენ მაგალითად ყავდა მსგავსი შემთხვევა, რაზეც რეპორტაჟში იყო საუბარი ქათმის, ესე ვთქვათ, იგივე მსგავსი კონსტრუქციიდან ცდილობდა შაურმის და სხვა მსგავსი პროდუქტების რეალიზაციას. იყო ესე ვთქვათ, ყავის შემთხვევა, რომელიც ასევე ჩვენ წარმოადგენთ მას და ვეხმარებოდით, რომელსაც ასევე ვერ იქნა მის მიმართ. დიახ, მიშა, თქვენ როგორც იურისტი, მაინც რას ურჩევთ იმ მეწარმეებს, რომლებიც მიმართავდნენ ამ საქმიანობას, რეალურად ჯობია რომ დაიწყონ საქმიანობა თუ დაელოდონ მაინც იმ რეგულაციებს გამოსავალი არის საკრებულოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება, თავისი ფუნქციის შესრულება, რომ მიიღოს ამსგავარი რეგულაციები. მეორე გამოსავალი არის ის, რომ სასამართლომ მიმართოს შესაბამის პრაქტიკას და იმის გამო, რომ საკრებულო არ ასრულებს თავის ფუნქციებს და ვალდებულებებს, არ დააკისროს პასუხისმგებლობა მეწარმეებს. რა თქმა უნდა, მე ვერ ურჩევ მეწარმეებს, რომ დაარღვიონ, ასე ვთქვათ, მოთხოვნები კანონის და უნებართოდ განახორციელონ საქმიანობას, თუმცა სამწუხაროდ ეს სახელმწიფოს პრობლემაა და არა ინდივიდუალური მეწარმეების. თუმცა რეალურად ალბათ გარისკო არ ღირს, იმიტომ რომ პრეცედენტი არ გვაქვს, რომ გამართლებული იყო შემდეგ და ამ ჯარიმა რეალურად ყველამ გადაიხადა, ვისაც დაუწყო. კი, სასამართლო პრაქტიკის ანალიზს თუ გავაკეთებთ, უმრავლეს შემთხვევებში, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია ეს შემთხვევა, რომ ესეთი ჯარიმა გაეუქმებინოს, უმრავლეს შემთხვევაში ეს ჯარიმა ხდება ძალაში. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ ჯახუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას სტუმრობისთვის.